საღამომშვიდობის მეგობრებო და მინდა გავაკეთო განცხადება ჩემი მოქალაქეების მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ და დეპარტამენტის მიმართ სახელმწიფოს მიმართ მინდა გავაკეთო განცხადება. უკვე არის საშინელის კატასტროფული ამბები ცრუ განგაშებით იძახებენ სახანძროებს ჩემს სახლთან სოფელ კურდღელაურში. იქიდან გამომდინარე რომ გავხდი რეიტინგული ქალი და ვარ TikTok-ში ძალიან ძლიერი პიროვნება, ამიტომ რომ მე ჩემი თხოვნა, ჩემზე არ აღემატება TikTok-იდან გასვლა, აქ არის მთელი სახელმწიფო და მსოფლიო ჩართული ჩემს თამაშებში და ჩემს ლაივებში, საზოგადოების ნახევარზე მეტ მოსახლეობას მოსწონს ჩემი ლაივები და ვიდეოები, ამიტომ მე ყველანაირად ვცდილობ, რომ მათი მოთხოვნები შევასრულო და ვაჩუქო პოზიტიური ლაივები და ვიდეოები. ასევე მაქვს სიმღერებზე ბევრი შეკვეთილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ეს იყოს შოკი, როდესაც მე გავხდი ძალიან პოპულარული ქალი და ასევე მინდა მივმართო ყველას სტრუქტურას, სახელმწიფოს, სამართალდამცველებს, კრიმინალურს, პოლიციას. მე უკვე განცხადება შევიტანე ამის მეშვეობით და დავწერე საჩივარი, თუ ვინ არის ის 112-ში დამრეკი პიროვნება, მოყვეს რეაგირება და აგოს უზენაესის წინაშე და პოლიციელების წინაშე და საქართველოს მოქალაქეების, პირველ რიგში ჩემი მოსახლეობის წინაშე. მე მინდა გამოვხატო დიდი შენდობა და პატიება ჩემი უბნის მიმართებაში, რომ უკვე სამჯერ მოვიდა სახანძრო ჩემს სახლის კარებთან. ძალიან აქვთ მიიტანეთ გულთან ჩემი ეს მდგომარეობა, გამოეხმაურეთ, დამიჭირეთ მხარი და მე აუცილებლად რეაგირება მოყვეს ამ ამბავს და ის ვინც ასეთ სრულ განგაშებს ახორციელებს, აუცილებლად მიეცეს პასუხისმგებაში. თუ რა დაკისრულება მიენიჭება მას ჯარიმის სახით, თუ რა სისხლის სამართალი, ამას უკვე გამომძიებელი დაადგენს და თვითონ დასკვნას გამოიტანს ბოლომდე. მოგმართავთ თხოვნით, შევწუხდი უკვე ხალხო. სახლში საქმე ვერ მიკეთებია, ეკლესიაში ვიყავი, მოვედი ეკლესიიდან, ჩავრთე ლაივი და ზუსტად 4 საათზე 4-ისკენ 2 სახანძრო მოადგა სირენებით ჩვენს უბანში. ძალიან აგთხოვთ, გამოიჩინეთ ყურადღება და სახელმწიფოს მივმართავ. მე კიდევაც წავალ სამმართველოში და აუცილებლად კიდე შევიტან განცხადებას. მთელი ოჯახი შევიტან საჩივარს უკვე და უბანიც მალე მოგვიწერს ხელს ამაზე. მიიტანეთ ყურადღება. ლაივი ჩემი სტრიმია, აქ არის მთელი მსოფლიო ჩართული ჩემს სტრიმზე და მე არ მაქვს